სახელითა მამისათა და ძისათა და სულისათა წმინდისათა. თქვენ იცით, ჩვენო ქრისტეს მიერო დებო და ძმებო, რომ 17 მაისს აპირებენ უკვე მერამდენი მცდელობა არის, მამათმავლები, ლესბოსელები, რაღაც სხვადასხვა სახელებით ვერ გავიგებინ რა. და მე ვფიქრობ არის საინტერესო. ერთი რამე იკვეთება ამ სახელში, ყველა ეს ადამიანი არის ღვთის მიერ დადგენილი კანონების წინააღმდეგ არა მარტო ღვთის აკრძალული კანონების გამკეთებელი კი არა, მებრძოლი, რომ ეს კანონები დაანგრევს. ეს კაი არაფერს არ მოიტანს. ესენი აპირებენ 17-ში შეკრებას და თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე თავისუფლების მოედნიდან ძველი პარლამენტის შენობამდე მსვლელობას და თან იძახიან, რომ თითქოს ესე იგი ამითი მათ დევნიან, ავიწროებენ მათზე ძალადობა. ანუ 17-ში როგორც გითხარით აპირებენ ესე იგი მსვლელობას მამათმავლები, ლესბოსელები, იქ რაღაც სხვადასხვა სახელები კიდე არ ვიცი ეს რა არის და არც არ მეკითხა საინტერესო. რომ თავარი ამათ უნდა დააფიქსირონ თავისი თავი მთელი სოფლიოს წინაშე, რომ მათ საქართველოში დევნიან, ცემენ, ავიწროებენ. ეს რო ცალკე ტყუილია და მოგონილია ამაზე ქვემოთ ვისაუბრეთ, მაგრამ მე მინდა უბრალოდ ეკლესიის სწავლება, სახარების სწავლება და ეკლესიის სწავლება ის არის, რაც არის სწორი, აქ მოგონილი არაფერი არ არის, არარეალური, გამოგონილი, შეთხზული არაფერი არ არის. მე მინდა გითხრათ, რომ თითოეული ესეთი ქმედება, ეს არის ღვთის წინააღმდეგ აჯანყება და ესეთი აჯანყება ყოველთვის დიდი ღვთისმსახურებით თავდებოდა. წარღვნა გვახსოვს ჩვენ ყველას წმინდა წერილიდან, ყველასთვის შემზარავი, უბრალოდ შეეცვი ადამიანის ყური ამ გამოთქვას წარღვნა მოხდა. წარმოიდგინეთ რა მოხდა წარღვნის დროს. მთელი დედამიწა დაფარა წყლებმა, ქალები, ბავშვები, უმწეოები, ყველანი დაახჩო ღმერთმა. თან მამას აკეთებს ყოველად მოწყალე ღმერთი არ დაგავიწყდეთ. როდესაც აივსო მოთმინების ფიალა უფლის 120 წელი დაფრთხილებდა ადამიანებს, რომ ნუ შვებით ესე, ნუ იქცევით ესე და წარღვნის წინა პერიოდში იყო ენით აუწერელი გარყვნილების დონემდე დაეცა კაცობრიობა, დედების შვილებთან წვებოდნენ, დები ძმებთან და ესე ნუ ენით აუწერელი სიბინძურე ტრიალები. და ღმერთმა დასაჯა მთელი სამყარო. ერთ-ერთ ადგილას წერი ესეთი სახურებაში, რომ წყლებმაო ჩამორეცხესო წარღვნის წყლებმა მთელი ეს ცოდვა რაც მოხდა. და ამის შემდეგ, როდესაც დარჩა მარტო ნოე და მისი სახლეული, რომელიც სინანულში იყო, შეშინებულები იყვნენ, წარმოიდგინეთ რა დღეში იქნებოდა ნოე, რომელიც გადარჩა. ამის შემდეგ ღმერთმა შერიგების ნიშნად ზეცაში გამოაჩინა ცისარტყელა, ამ ცისარტყელაზეც ჩემი ქვემოთ ვისაუბრებთ უფრო კონკრეტულად. სოდომი და გომორე. სოდომური ცოდვა ამის სინონიმი აქედან აიღეს. ეს იყო 2-5 ქალაქი იყო ფაქტიურად. სოდომი და გომორი მათ შორის იყო ყველაზე დიდი ქალაქები. ტერიტორიულად ესენი იყვნენ პალესტინაში, დღევანდელი მკვდარი ზღვის ტერიტორიაზე. მკვდარი ზღვის ფსკერზე არის ეს ქალაქები დაძირული დღეს. და ამ ქალაქების მოსახლეობა დაახლოებით 300,000 კაცს აღწევდა. იგივე ცოდვის მორევში დაფლული ქალაქები, რაც წარღვნის წინ მოხდა, იმავე ცოდვაში ჩაფლულები, ფაქტიურად სიწმინდე მათთვის და წმინდან არაფერი აღარ არსებობდა. გახსოვთ, იქამდეც კი გათავხედე და მივიდა, როდესაც უფალი შევიდა სოდომში ანგელოზების სახით, მას შევიდა, რაც აბრაამს გამოეცხადა, მათი შეურაცხყოფაც კი გადაწყვიტეს. და ამის შემდეგ ღმერთმა ეს ქალაქები დასაჯა, სოდომი და გომორი, აწვიმა გოგირდის ცეცხლი და წვიმა და ეს ქალაქები დაიწვა. ყველანი, მცირეწლოვანები, მოხუცები, ახალგაზრდები, რადგან მათი გამოსწორება უკვე აღარ შეიძლებოდა. დღეს ამ ქალაქების ნანგრევები, როგორც გითხარით, არის ნარჩენები უბრალოდ, არის მკვდარი ზღვის ფსკერზე. მკვდარი ზღვა ეს არის პალესტინაში, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ არის წაგრძელებული, ესე რომ შეხედავთ რუქაზე. ჩრდილოეთში ჩადის მდინარე, მასში ჩადის მდინარე იორდანე, საკმაოდ დიდი მდინარე, დაახლოებით მტკვრის ხელა მდინარეა. წარმოიდგინეთ, მიუხედავად ამისა, რომ აი ამ ხელა მდინარე ჩაედინება ამ ტბაში და იქიდან არაფერი არ გამოედინება, ტბაში წყალი არის გოგირდიანი, მარილიანი, მწარე. და იმდენად დიდია შემცველობა ამ შხამიანი ნივთიერებებისა, რომ შიგ არაფერი არ ცხოვრობდა, ტბას წვია მკვდარი ზღვა. და აი ამის ფსკერზეა სწორედ დაძირული სოდომი და გომორი და ის დანარჩი პატარა სამი ქალაქი, დასახლებული ქალაქი. და დღეს რო შეხედავ მკვდარ ზღვას, ეს არის ბეჭედი. და აი თვალსაჩინო მაგალითი გამოსახულება იმისა, რა შეიძლება დაატყდეს კაცობრიობას თუ ის გონზე არ მოვა. არადა ეს იყო აყვავებული მხარე. თავისი ველმინდვრებითი და მოსავლის მოყვანი და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მხარე. ამიტომ დასახლდა აქ ისრაელი, რომ ყველაზე აყვავებული მხარე იყო. იუდეის უდაბნო. გარდა ამისა, ჩვენ ბიბლიაში ხედავთ შემთხვევებს, როდესაც ისრაელელები ღვთისმრჩეული ერი სწორად იქცევა მას ღმერთი იფაროს, როდესაც ისრაელი გადაუდგება ღმერთს თავის ზნეობით, სარწმუნოებით, ისჯება ღვთისაგან. მთელი ბიბლია ეს არის.
სწორად იქცევა ისრაელი ღმერთი იფარავს მას, ისრაელი გადაუდგება ღმერთს, აუჯანყდება ღმერთს, სწავლებით იქნება ეს თუ ზნეობრიობად ისჯება მისგან. არის შემთხვევები, როდესაც ისრაელელებს ბრძოლა აქვს თავის მომხდურ მტრებთან და მტრები ვერ იღებენ ქალაქს, გამაგრებულ ადგილს, სადაც ისინი არიან ციხესიმაგრეში და მათ ყავთ ერთი მოგვი, რომელიც ეუნება, ფაქტობრივად შეშმოკისახურ ეუნება თქვენო ისრაელელებსო ვერ მოუგებთ ამას. ესენი ამათო ღმერთი იფარავს. ესენი ღვთისმხიარიანო და თუ გინდა თუ ამათო მოუგოთ, ესენი ცოდვაში უნდა ჩავაყენოთ. ამ ცოდვითო ისინი ღმერთსო დასილდებიან და უღმერთო დარჩენების დამარცხება ადვილი იქნებაო და მართლაც მის რჩევით ისრაელთა ბანაკში აგზავნიან მეძავ ქალებს, ისინი აცდუნებენ მეომრებს, ისინი დაეცემიან ცოდვით და დამარცხდებიან. და ეს მარცხი იქნება სასტიკი. და იქ თან ქალებსა და კაცებს შორის იყო ურთიერთობა. არათუ ორ კაცს შორის და ორ ქალს შორის. ისიც კი არ დაინდო ღმერთმა. ამაშიც კი არ დაინდო თავისი ხალხი, რადგან ესეც ცოდვად ითვლება და ამაზე საერთოდ საუბარი სოდომური, ამაზე საერთოდ საუბარი ძალიან კაცრად მიმდინარეობს წმინდა წერილში. ამ ცოდვების გამო დაემხო და განადგურდა უამრავი იმპერია. რომის იმპერიის დაცემის მიზეზი იყო გარყვნილება რომის იმპერიაში. იმპერია, რომელიც ზესახელმწიფო იყო და ყველას შიშის დარსევდა მისი სახელის გაგონება განადგურდა. აღმოსავლეთის მრავალი სახელმწიფო, სადაც ეს ცოდვა ბატონობდა და ჩვეულებრივ ნორმად იყო მიღებული, აღარ არსებობს. ერები აღიგავა მიწისაგან პირისა ამ ცოდვაში ჩაფლული ერები საერთოდ აღარ არსებობდა, წარმოიდგინეთ. ბიზანტიის დამარცხების ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო. მართალია ბიზანტიელებმა იქ სწავლებაში გადაუხვიეს და ლათინო პაპიზმი, კათოლიკობა მიიღეს ფაქტიურად და ამიტომ დაემხო ბიზანტიის იმპერია, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი და ის იყო, რომ ბიზანტიაში აი ეს ცოდვაც წამოიწია წინ. წარმოიდგინეთ, თუ კი ამხელა სახელმწიფოები ესე დიდ განსაცდელში ჩავარდნენ. ღმერთმა აღგავა მიწისაგან პირისა მთელი კაცობრიობა წარღვლის დროს. დაბუგა სოდომი და გომორი, გაანადგურა იმპერიები, ერები გაანადგურა, საერთოდ აღარ არსებობდა ქვეყნები. რაღა მოგვივა ჩვენ ერთი ბეწო ხალხს 2 მილიონი ნახევარია, 3 მილიონი ქართველი დარჩენილი. ეს არის მოსკოვის ერთი კვარტალი, ნიუ-იორკის ერთი კვარტალი, არაფერი არ არის. და მე მოგიყავთ საქართველოს ისტორიიდან მაგალითებს, როდესაც წინა პერიოდში ქართველები ესე იქცეოდნენ, რაღაცა მომენტები ქონდათ ქართველებს, როდესაც ისინი ზნეობრივად მოიკოჭლებდნენ თავის მეფის შემხედვად, აი მაგალითად ლაშა გიორგის შემხედვად, ქართველები ძალიან ცუდად დაიწყეს მოქცევა და წაგიკითხავთ რა წერია. ჟამთა აღწერელი მოგვითხრობს, ქვეყანა საქართველოისა მიეცა, ეს არის ქართლის ცხოვრებიდან ციტატა. განსარყვნელად ამისა ძალითა რამე თუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყვარული, სიტრფეობა, სიმართლე და ამისა წილ მოიგეს ამ პარტაონება, ზაკვა, შური, სიძვანი, უწესობანი და ღმერთმა ჯულის დამიწყებელ ერთ სასტიკი სასჯელი მოუვიდა მონღოლების და ჯალალედინის სახით. პირდაპირ წესო, ამიტომ გამოხდა ჯალალედინი. აი ამ ცოდვის გამო. მე მოგიწევთ ახლა წაგიკითხავთ შაჰაბაზის შემოსევამდე რა ხდება. იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება. გამრავლდა სიძვა და არაწმინდება. ცოდვა იგი სოდომურ გომორული ქართლის ცხოვრებიდან გიკითხავთ. და მეძაობა და დედათა თანა აღრევა. შემოვიდა ზოგ-ზოგად ტყვის ყიდვა თავადებისა აღზევდნენ მეძავნი და ბილწების მოქმედი. ანუ მთელი თანამდებობა ამ ხალხმა დაიჭირა. და ნახეთ რითი დამთავრდა. ტერი შემოესია მაშინაც და ჯალალედინის დროსაც და ნახეთ რა წერია. ვინმე უძლოს მაშინდელთა თქმულთა და კმულთა განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანთა ზედა. ჩვილნიცა ძუდუთაგან დედისა და აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზე და დაანარცხენ. ესე იგი შემოსეული მუსულმანები. ნახე რას უშვებიან, ღმერთმა ესენი გამოგზავნა სასჯელად ჩვენი ქვეყნის. ამათი ხელი დავისაჭეთ. და ნახე რა ხდება. ესე იგი დედათა ხელიდანო შვილებს იტაცებდნენ, ქვაზე ანარცხებდნენ. რომელსამე თვალნი წარსვიდიან, რომელსამე ტვინი დაეთხების, სისხლის დინარებმა წალეკა ქალაქები, ბორცვებად ეყარენ დახოცებილები, ცხენების ფლოქების სრესდებთ უძლურს, ჭაბუკებს ასაჭურისტებენ, დედებს შვილებს უკლავდნენ. ყვირილითა და ზახილითა და ვაებითა საზარელითა ხმათაგან იზროდა ქალაქი ყოველი. მე შეგახსენებთ დავით ულუს წინ დაწერია. დავით ულუს დროს, ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ ლაშა გიორგიმ ესეთი არასწორი ცხოვრება დაიწყო და მისი მიბეძით მთელი ქვეყანა ამ გარყვნილების მორევში ჩაება. ღმერთმა ხო გამოუგზავნა ჯალალედინი, მონღოლები, მაინც გულისხმობ ერკვეს ქართველებმა. განაგზობენ იგივეს და მოხდა საზარელი მიწისძვრა. 1254 წელი იყო დაახლოებით, მე მგონი რა ესე მახსოვს ახლა ზუსტად. ისეთი დიდი მიწისძვრა მოხდა, რომ მთელი წელი მიწა იზროდა. და მიწა ბღოდოდა, შავი კვამლი ამოდიოდა მიწისგან, დაეცნენ ქალაქებიო, ტაძრები, ხალხი ცოცხლად დაიჭრით ეკლესიებში. განადგურდა მთელი მოსახლეობა, ვარძია მაშინ ჩამოიცა.
აი ნახეთ, როცა ქართველები სწორად იქცევენ ღმერთი როგორ იფარავს თამარის დროს, გიორგი მესამის დროს, დავით აღმაშენების დროს, გაიწყებენ არასწორ მოქცევას და ეგრევე ისჯებიან. როგორც ისრაელი ისჯებოდა ძველ აღთქმაში ღმერთისგან. გახსოვთ თქვენ ალბათ ეს მარტო ძველი ამბებსო თავი გავნობთ. სულ ახლახან 4-5 წლის წინ გახსოვთ მიწის დრო მოხდა წყნარ ოკეანეში და ტაილანდის მთელი სანაპირო წაიღო. ტაილანდი არის ერთ-ერთი ყველაზე გარკვეული ქვეყანა. ტაილანდში არის ტურები. აი ოფიციალური ტურისტული ტურებია მამათმავლობისათვის. და ტურისტული ტურებია ბავშვებთან უზნეო ცხოვრებისათვის. პირდაპირ წერია რა. და იქ არის კუნძულები, სადაც სულ შიშვლები დადიან. და იცეხოთ რომ 60-ში დაცინოთ ღმერთს. აი ეს კუნძულები აღარ არსებობს ეს კუნძული. 400,000 კაცამდე იმსხვერპლა ერთმა ცუნამა. გახსოვთ რაც მოხდა, ხო? აი ხლა 4 წლის ამბავია, 5 წლის ამბავია. მაგრამ აქ უნდა გავიხსენოთ ქრისტეს სიტყვები, მაცხოვარ იძახის, გახსოვთო გოდოლი რო ჩამოინგრავა და 36 კაცი დაჭლიტაო. თქვენ არ გეგონოთ რომ ისინი თქვენზე ცოდილები არიან და თქვენ თუ ცოცხლები ხართ, იმაზე ნაკლები ხართ. ჩვენ ამას ყველაფერს რაც ახლა ვისაუბრებ, ალაპარაკებს შიში. დიახაც შიში სასჯელისა, რომელიც შეიძლება მოიწვიოს ჩემ ქვეყანაზე. და ამ ქვეყნის პატრონი დარწმუნებული ყავით არავინ არ იქნება. იაპონიაც მიხედავს თავის თავს, ტაილანდიც მიხედავს, ყველა მიხედავს თავის თავს. ჩვენ ერთ დღიან მოუმა რა დღეში ჩავგვეყო, ხო რა წელში ვერ გავსწორდით. და ჩვენ რო კატასტროფები დაგვემართოს, რა დღეში ჩავარდებით, წარმოგიდგენია. და ჰუმანიტარული დახმარებები, წყლით და ლეიბები და კარვები არ უშორეს საფსაკრებს. აი ეს შიში მან ლაპარაკებს, რომ არ დავისაჯოთ. ამიტომ რომ ეკლესია ხმას იღებს და იცის ეკლესიამ, ეკლესიის ისტორიიდან, წმინდა წერილიდან, ჯულის კანონიდან, საქართველოს ისტორიიდან პარალელებს ალოს და ამისი გვეშინია. როგორც გამოსtildeმა ადამიანმა იცის დევონება თავისულ შვილო ფეხში შველა ნუ დარბიხარ თორე გაცივდები და ავად გახდები და ნემსები დაგჭირდება და არ უჯერებს ბავშვს და მართლა გაცივდება. აი ესეთ როლში ეკლესიაც აფრთხილებს და შეაგონებს თავის ერს, თავის საყვარელ ხალხს. ეს ნახეთ რა სიძახენ ეს მამათმავლები. ჩვენ მშვიდობიანად გავივლითო და ანუ ადრე ქონათ ესეთი ლოზუნგები რომ გაფერადდი, იქ ცისარტყელას დროშა ეჭირათ, წერია ეს მათი გერბი არის მამათმავლების, შვიდფერიანი დროშა, ცისარტყელასი. შემდეგ პლაკატები იყო ესეთი გაფერადდით, გახდით ჩვენნაირი, ანუ მოწოდება პირდაპირ მამათმავლობისა. რამოდენიმე წელია ეს ცდილობენ ფორსირებულად გადალახონ ეს ზღვარი, მაგრამ არ გამოდით ღვთისშეწევნით და ჩვენი ერის ჭკვიანური და ბრძნული მოქმედებით. ადრე უწმინდესმა გააფრთხილა პირდაპირ, ეს არ გააკეთეთ, თორე პასუხისმგებლობა ჩვენ ვერ ავიღებთ თავისთავად გაჩერდები. შემდეგ ბათუმში ქონდათ ცდილობა ამის ჩატარების და ნახეთ რომ 30,000 კაცი გამოვიდა ბათუმის ქუჩებში. სულ 50,000 თუ 100,000 კაცი ყოფს ბათუმში. და ეს იყო ის გამოთქმა, პროტესტი ამ ქმედებისადმი და ფაქტობრივად ჩაეშალეთ. და ნახეთ შარშა როგორ გააკეთეს, შარშა ისინი შეიკრიბდნენ 51 სკოლის წინ, თქოს ფილარმონიასთან ვიკრიბებთ, ფაქტობრივად 51 სკოლა იქ არის. იქ ბიჭებმა ერთმანეთს პირდაპირ შენდობას ვითხოვ, ბოდიშს ვიხდი, ერთმანეთს აკოცეს პირდაპირ და დაიწყეს ცვლილება. ესე დაიწყო ცვლილება, დროშებით გაფერადდი მოდიოდნენ ქუჩაში. იქ გახსოვთ მაშინ სამღვდელოება გადაუდგა წინ და არ გაატარეთ. ფაქტობრივად ჩაეშალათ მათ თავისუფლება, ქუჩაზე გადავიდნენ, ქუჩაზე გადასვლის უფლება არ ქონდათ, იქ პოლიციამ დაიჭირა და საკმაოდ კაცრად მოთხოვეს. ეს ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს. წარმოიდგინეთ. როცა შეეძლოთ ნებისმიერ ჩვენთანგანის დაჭერა. მღვდლებისა და ყველასიც. მაგრამ ვერ გააკეთეს და არ გააკეთეს თუ ვერ გააკეთეს, აი პოლიცია იქცეოდა, აი როგორც ნორმალური ღირსეული ადამიანი მოიქცევა რა. მაგრამ ჩვენც ვაფრთხილებთ რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხელის აწევა, არ ჩხუბი, არაფერი ხელი არ უნდა შეახო, არ გატარებ უბრალოდ. ამათ ზუსტად ეს უნდათ რომ ხელი დაარტყა ცემო. მე დაიწყებენ წივილს, ეს ლიბერალები, ეს NGO-ები რო არის, მოითხოვენ გრანტებს, გამოურიცხავენ გრანტებს, ფულებს და თუნდაც ჩვენ არავის არ ჩაგდათ ჩვენ, უბრალოდ არ ვატარებთ. დღეს ამათმა შეცვალეს თავის ლოზუნგები და რას იძახიან. დღეს ამობენ ესეთ რამეს, რომ ჩვენ არ გვექნება მოწოდებები, არ გვექნება პლაკატები, ჩვენ უბრალოდ შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე და გავივლით 100 მეტრას პარლამენტის შენობამდე. კი ბატონო, მაგრამ პარლამენტის შენობასთან იქ არის ქაშვეთის ეკლესია, რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე ჩვენთვის. თვითონ პარლამენტის შენობასთან იყო ტაძარი ალექსანდრე ნეველის, წმინდა გიორგის და წმინდა ნიკოლოზის, რომელიც დაანგრიეს კომუნისტებმა. ანუ იქ არის იუნკერების საფლავი, ეს უდიდესი სიწმინდეა ჩვენთვის. იქ არის პირველი სკოლა, სადაც ამ დროს ბავშვებმა უნდა იარონ. და ყველაზე მთავარი, მათი დროშა, რომელიც არის ცისარტყელას დროშა, თვითონ ეს დროშა არის შეურაცხყოფა და რატო? მე გითხარით რომ წარღვნა, როდესაც ჩაცხრა ღმერთმა დასჯილი კაცობრიობისა და
ანუ უკვე სინანულში ნოე ისაც სწორად იქცეოდა ნოე მანამდე, მაგრამ შეშინებულია ნოე მთელი მისი სახლეული და ღმერთმა შერიგების ნიშნად ზეცად ცისარტყელა გამოაჩინა. ცისარტყელა ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ დავიჯებით თუ არასწორად მოვიქცევით და იმისა, რომ ღმერთი შეგვირიგდება და ჩვენი ფარული იქნება, ჩვენთვის სწორად მოვიქცევით. აი ამათ ეს ცისარტყელას დროშა გამოიყენეს თავის გერბად და სწორედ ეს არის რელიგიური შეურაცხყოფა შეიძლება. არა მარტო ქრისტიანების, არამედ ძველი აღთქმიდან ებრაელების და მუსულმანების. ეს არის შეურაცხყოფა საერთოდ წმინდა წერილს, თვითონ ამ დროშის არსებობაა შეურაცხყოფა. რადგან რელიგიური საფუძველი უნდა ამ დროშას. ამიტომ თქმა რომ ჩვენ გამოვდივარ და არაფერს არ ვზეთ, ეს უკვე ტყუილია. შენ უკვე შეურაცხყოფას მაყენებ, შენი ამ ცისფერი ცისარტყელას დროშებით რომ დადიხარ. ეს ერთი. თან ახეთ რას მეუბნებიან? პირდაპირ მე არ მიდოდე ხა ამ თემებზე ლაპარაკი, საერთოდ ხმას არ ვიღებდი, მაგრამ ნუ პირდაპირ აქედან იკვეთება რომ ეს შეკვეთა მოდის ევროპით. და პირდაპირ გვეუბნებიან, გინდათ ევროპაში? მაშინ ესეთები გახდით. ეს იცით რას გავს? გახსოვთ მაცხოვარმა რომ იმარხულა 40 დღე. ეშმაკი გამოეცხადა და გაიყვანა და დააყენა ტაძრის თავზე. და მთელი სოფლის წინვალებას აჩვენებს და ეუბნება ყველაფერს მოგცემა. საჭმელს, სასმელს, ბედნიერ ცხოვრებას, ჭყალებში ამას სოფლის ბედნიერ ცხოვრებაზე და ოღონდ მე მეცით აყვანა. და ქრისტე ეუბნება უფალსა შენსა ღმერთს ეცემდე მხოლოდ აყვანს. აი დაახლოებით აი ამ მომენტში დგას ჩვენი ერი და გვეუბნებიან. გინდათ სმა, გინდათ ჭამა, გინდათ დროშტარება, გინდათ ყველაფერი. თაყვანი გვეცი ჩვენ, გააკეთეთ ის, რასაც ჩვენ ვაკეთეთ, ეშმაკი ეუბნება. და ყველაფერს მოგცეთ. მე ესე არ მინდა. ეხლა კითხეთ, რამდენს უნდა საქართველოში ესე? რომ ლაპარაკობენ რომ ევროპა, თუ ესეთი ევროპა არ მინდა, მე ესეთი ევროპა. გაბრიელ კიკოძე იძახის, ჩვენთანო ბევრიო წმინდა გაბრიელ კიკოძე იძახის, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში. ჩვენთანო ბევრი მიდიანო ევროპაშიო. სასწავლო, იქო სასწავლო ნამდვილად ბევრიაო. განათლების მიღება შეიძლებაო. შრომის სწავლა შეიძლება, მაგრამ იქიდანო შენდობას ვითხოვს წმინდანის სიტყვები. ბევრიო უწმინდურება ჩამოაქვთ, რომელიც აქაც უამრავი გვაქვს და ჩამოტან არ ჭირდება. ევროპიდან ჩვენ რა თქმა უნდა შეიძლება ავიღოთ, ვისწავლოთ, თქვათ რაღაცა მოქცევის წესები სამსახურში, ყოფითი, მაგრამ ამის გადმოტანა იქიდან ეს აქაც აქვს ჩვენ, ხო? და მithumet ეს მათი მხრიდან ულტიმატუმების საყენება არაფერი კაის მომტანი არ არის. ხალხი პირდაპირ ხვდება რომ თუ ესეთი ევროპა არ გვინდა ესეთი ევროპა. ეხლა მეცაც გეტყვით. ესე ჩერჩევითი აქვს ევროპაში. ესე იკვეთება. შარშან თურქეთში აპირებდნენ ჩატარებას მამათაურების აღლუმის აი ამ დღეს. შარშან და კაცი მოკლეს. დაარბიეს საშინლად, დახოცეს თურქებმა ცელი თვითონ. ადგილობრივმა თურქებმა იქაურებდნენ და კაცი მოკლეს. რამოდენიმე მძიმე დაასახიჭეს. თურქეთში ვეღარ ძმედავენ ამის გაკეთებას. თურქეთი არის ნატოს წევრი, ევროპარლამენტის წევრი, ევროკავშირში უნდა მიიღონ ახლა. კოსოვო ახალი შექმნილი სახელმწიფო. ჩადრებით დადიან კოსოვოში ქალები. მიიღეს ნატოში. გაუბედავენ კოსოვოს ამას, რომ აი ნატოში მიგიღებთ და ეს მამათმავლების აღლუმა ვერ გაუბედავენ. და ჩვენ რატო გვიბედავენ? ჩაგრავენ? პატრონი არა ყავს? თუ ესე მოიქცევით, პატრონი მარლა არ გვეყოლებოდა. თუ წესიერად მოიქცევით, ჩვენი პატრონი ღმერთი და წმინდანები იქნებიან. რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს 2000 წელი. მიუხედავად სპარსელების მუქარისა, მიუხედავად ოსმალების მუქარისა, განადგურების ამას გიზავთ, იმას გიზავთ, რებს არ გვიშვებოდნენ. შევინარჩუნეთ ჩვენი ზნეობა და მოვედით აქამდე. ჩვენ თუ ზნეობა დავკარგეთ, ჩვენ არაფერი აღარ დარჩება. არაფერი და არაფერი აღარ დავჭერთ ჩვენ. დანახეთ, რომც გვეუბნებიან, ესე გააკეთეთ და ყველაფერი გექნება, მაინც იტყუებიან, სერბებმა გააკეთეს ეს. სერბეთში ჩაატარეს მამათაურება აღლო. და რა მიიღეს სერბებმა? ჩერნოგორია წაართვეს, მაკედონია წაართვეს, ყველა დაშალეს გაანადგურეს. მაინც არ იღებენ ევროკავშირში. სანამ ბოლომდე არ დააჩოქებენ, როდესაც ერთხელ დააჩოქებს კაცს, და წერი, სანამ ბოლომდე არ გადაუვლის. ესე იყო ყოველთვის. ესე იყო ისტორიაში ჩვენში, ესეა დღეს სერბეთის თავსაც. ესე იყო ისტორიაში. გავსოვთ, როდესაც ევსტათი მცხეთელი, წარმოშობით სპარსელი, მაზდიანი, ცეცხლთაყვანისმცემელი ხდება ქრისტიანი, შემდეგ მას იბარებენ სპარსელები და აშინებენ და ეუბნებიან, რომ აი შენ თუ რჯულს არ და მასთან ერთად ხვებიც არის რამოდენიმე ადამიანი და ეუბნებიან, შენ თუ რჯულს არ გამოიცვლი, დაგხოცავ, დაგანადგურებთ, ოჯახს აგიწიოკებთ, ამას გიზავთ. ევსტათი მცხეთელი ეუბნება, მე რჯულს არ გამოიცვლი. სხვები კი შიშის იმის შიშით რომ მათ შიმშილით ამოხდიან სულს და რაღაც პრობლემებს შეუქმნიან. ქრისტიანობას ისე უტევებენ, ბრუნდებიან ცეცხლთაყვანისმცემლობაზე და რითთავდება ეს ყველაფერი. ზოგი გიждდება, ფსიქიურად ჭკუიდან გადადის და სიგიჟით კვდება თავს იკლავს
და ერთ-ერთი ვინც ევსტატისთან ერთად იყო და იცავდა ქრისტიანობას, მაგრამ ბოლოში ვეღარ შეძლო, შიმშილით მოკვდა ზუსტად. და ევსტატი გამოუშვდა სახლში იყო რამოდენიმე წელი კიდევ თავის სახელთან ერთად ცხოვრობდა, სანამ ბოლომდე მარტვილობის გვირგვინი არ დაიდგა. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ. არაფერს არ მოგცემ და ღმერთისგანაც მიტოვებულები დავჩებით. ჯერ ეს ერთი ჩვენ ისინი იძახენ რომ ჩვენზე ძალადობა უნდა წაგაკითხათ მათი აი ეს ჩვენზე ძალადობა და სექსუალური ძალადობა ჩვენზე. ეს უნდათ და თუ ამ ქმედებას ძალადობა თვლიან და ამაზე შეწუხებულები რაღაც ალოგიკურია მათი ლაპარაკი. და ჯერ ეს ერთი ტყუილი არის. აი არსად მე არ მინახია რომ ვინ მეცემო ჩემ მამათმავალო და მე არ მინახია რომ ეცემოთ რა. მეცაც გეტყვით, მრელში გყავს ჩვენ ესეთი ხალხი. და გოგოებიც რომლებიც არასწორად ცხოვრობდნენ, სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. გოგოებს ერთმანეთში და ეხლა ოჯახები ყავდა, შვილები ყავთ კაც. და კაცებსაც პრობლემები ჰქონდათ და ზოგს ოჯახი ყავდა, ზოგი აპირებს ცოლის მოყოლას. ჩვენ ესეთ ადამიანებს, ესეთი ადამიანები კი არ ბეზისხებენ, კი არ მძარს და კი არ ბძულს. ეს ადამიანები როგორც ადამიანები ყველა მიყვარს, როგორც ღვთისმფრინება, თან ჩვენი ქვეყნის შვილები არიან, მით უფრო გვეცოდება და ეკლესია მზად არის ესეთ ხალხს გვერდში დაუდგეს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ხალხი გამოასწოროს. უამრავი ამის მაგალითები თანამედროვე ეკლესიაშიც. მე არ მგონია, რომ და არც გამიგია, რომ ვიღაცას მამათმავლობის გამო ცემდნენ ან რაღაცა, მაგრამ მათ შეუძლია შეიკრიბონ თავისთან სახლებში, ოთახებში, რაღაცა იქირავონ დარბაზები, თავის კონფერენციები მოაწყვეტონ. ქუჩაში მსვლელობის უფლება და მოწოდება მამათმავლობისა. ეს არის დასჯადი. მე ხა თქვენ წაგიკითხავთ ამერიკის ესა ახალი წიგნი გამოუშვა ანტისოდომია ქვია ამ წიგნს ახლა ამ წიგნში აღწერილია ანტისოდომია ქვია წიგნს. აი ესეთი გარეკანი აქვს მათი ის არის. მე წაგიკითხავთ ახლა მერილენდის შტატი ამერიკის შეერთებული შტატი კანონთა კრებული 2009 წელი. ადამიანი რომელიც დამნაშავედ მიიჩნევა სოდომიაში ამერიკის კანონები. დამნაშავეა მძიმე დანაშაულში და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10 წლამდე. აქ არის უამრავი ახლა არ ჩამოვყვები შტატებია პირდაპირ მოყოლე სადა ჯარიმას მამათმავლობის მოწოდებაზე $5,000 პირველად 2 წელი ციხეში ზოგან არის $3,000 მე 6 წელი ციხეში მოწოდებაზე. ამერიკაში ლუდის დალევა არ შეიძლება ქუჩაში. თუ შეფუთული არის და გუში ტელევიზორში ლაპარაკობენ არ ვიცი საგვარი სახეობები არის მაგას მასხარაობ მოხდა. ლიფჩო სიგარეტის მოწევა არ შეიძლება დაგაჯარება. და მამათმავლობის მოწოდება რომ მოუწოდო მამათმავლობისაკენ შტატები არ ციხეში იждება. ჩვენ ხო ციხეში ავსვათ ამ ხალხს. გაგვანებონ თავისთან შეიკრიბო, რაც უნდა ის გააკეთო. ქუჩაში ნუ გამოდია და ჩემშულებს ნუ ასწენ რომ ბავშვმა კითხვა არ დამიცვას. იცი რა, მამიკო ან დედიკო, ეს ვარდისფერი დროშები რა არის? ეს ბიძიები და დეიდები ვინ არის? რა უნდა უთხრა ვინ არის? რატო უნდათ ამის გაკეთება? მეორე ერთი ეს არის პირდაპირ პროვოკაცია, რასაც ისინი აპირებენ. თვითონ იძახია რომ თითქოს მათზე ძალადობა ხორციელდება და სინამდვილეში ყველა დიდი მოძალადე თვითონ არიან. იციან რომ ამას ერი არ მიიღებს და აპირებს ძალიან დიდი რაოდენობა ხალხის გამოსვლას, ძალიან დიდი. უბრალოდ ჩვენც ვაპირებთ ეხლა მღვდლების გამოსვლას, იმიტომ რომ მღვდლები იქ უნდა მივიდნენ და ხალხსა და ამათ შორის ჯერ ესენი არ უნდა გავატაროთ. ის ადგილი უნდა დავიკავოთ, სადაც არის, ალბათ ესე მოხდება. და მეორე, ხალხამდე რომ არ მიუშვას მღვდლებმა ეს ხალხი, თორე ამ ხალხს ცემენ. და შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები დამთვალოს. სწორედ ამიტომ უნდა მივიდნენ სასულიერო პირები, რომ იქ იყოს სიმშვიდე და აი ჩემი თხოვნა იქნება ჯერ ეს ერთი ვინც იქ მივლენ ადამიანები ვისაც მიუღებელია ესეთი ცხოვრების წესი, არავინ არ უნდა გაბედოს არც ხელის აწევა, არც გალანძღვა, არც ჭუბი. ესენი ამას გამოიყენებენ სათავისოდ აუცილებლად, დაიწყებენ თელამბებს ატეხავენ და შემდეგ დაიწყებენ გრანტების მოთხოვნას და ანუ ამით ჩვენ შედეგს ვერ მივიღებთ. ჩვენ შედეგი უნდა მივაღწიოთ ცივილიზებული ხერხებით და უთხრათ ჩვენ ეს არ გვინდა, ამ ხალხს ჩვენ არ ვცემთ, არ ვაგინებთ. შეურაცხყოფასაც წავიდნენ თავისთან ჩაიკეტონ სახლებში, რაც უნდა აკეთონ, როგორც აქამდე აკეთებთ. სახლებში მათ არავინ არ შეუვარდება, ერთ-ერთი დიდი თანამდებობის ადამიანი გამოვიდა და არავის არ აქვს უფლება მათ ჭუჭურტანაში იყროს. სულ არ მაინტერესებს მათი ჭუჭურტანა. არავის არ აინტერესებს და არავინ არ შეიხედება მათ ჭუჭურტანაში. ვინ შეიხედება, თვითონაც ესეთი იქნება. რასაყურებელია ეს, მაგრამ ჩვენ არავის არ უვარდებით სახლებში, უბრალოდ არ გვინდა რომ ჩემი შვილების წინაშე მოხდეს ამის პროპაგანდა და თან ის არ მინდა რომ ღვთის წინაშე ეს ქვეყანა ამის დამაფიქსირებელი იყოს. ნამდვილად არ მინდა, იმიტომ რომ მეშინია ჩემი ქვეყნის დასჯის. ეს შიში მალაპარაკებს მე და მე მეშინია და ეხლა მაგათ არ ეშინიათ, მაგრამ მე გვიან იქნება რომ შეეშინდებით. არც ტაილანდში ეშინოდეთ და დროს ატარებთ. და არც სოდომში და გომორში არ ეშინოდეთ და არც არღვნის დროს. პირდაპირ წერია როგორც
წარღვნამდეო ცოლი მოყავდა და თხოვდებოდენო, აი ესე იქნებაო მეორე მოსვლის წინ უცბად დაიწყება ყველაფერი. და არ მინდა მე ამის თანამონაწილე გავხდე, თანაზიარი გავხდე ამ საჭიროებს. თან ახეთ რას იძახიან, რომ თითქოს დიპლომატიური კორპუსი უნდა წაუძღვეს წინ. ერთი მაინტერესებს დიპლომატიური კორპუსის დანიშნულება ეს არის, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს და რომელ ქვეყანაში წაძღოლიან დიპლომატები მამათმავლების აღლუმს წინ. აი აქედან პირდაპირ ჩანს რა უნდათ მაგათ. ანუ დაძაბულობა უნდათ ქვეყანაში, ხო? და მეორეს ერთი მე ვფიქრობ, ეს პირდაპირ მთავრობის წინააღმდეგ მოწყობილი აქცია არის. ამას უწყობენ მთავრობას. ჯერ ისედაც რა დღეში არის? ამ ხელა პრობლემები, ეხლა ახალი პრობლემები დაუყენეს. და მე ვფიქრობ, ესე დროს როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და როგორი და როგორც ღვთის წინაშეა სწორი. აი ღვთის კანონები რაც არის სამართლებო, როგორც წმინდა მეფეები იღებდნენ ჩვენი გადაწყვეტილებას, აი ესეთი. რა თქმა უნდა, ისინი მათი ჩვენი ქვეყნის შვილები არის, იქით ამხარეთ, მაგრამ მათ უნდა მისცენ ის ჩარჩოები და უთხრენ, აი ფიყავით, რაც კიდე გააკეთეთ. თქვენ არავინ არ გცემს, არ გაგინებს, არ გლანძღოს, მაგრამ ქუჩაში თქვენი ესეთი გამოსვლა და თანახეთ, იქით ძალადობენ და ჩვენ გვაბრანებენ ძალადობას კაცო. ესეთი უტიფრობა გაგიგიათ საქმე. მთელი დიპლომატები მოიმხრეს, მთელი ტელევიზია მაგათია, ყველაფერი ჩვენზე ძალაობენ, მეუბნები რომ არ მინდა და მეუბნება შენ როგორ არ გინდა, დიახაც გინდა და მე მეუბნებია რომ მე ვარ მოძალადე კაცო. თუ ეს არის მათი ევროპული სამართლებობა, არ მინდა მე ესეთი სამართლებობა. და ვინც ამდენს ლაპარაკობს, საქართველოს ევროპისკენ მიდისო, კითხონ ხალხს, მიდის და ჭირდებათ ესეთი? თუ ესეთი იქნება, არავის არ უნდა. და თუ ამის გარეშე იქნება, როგორც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი იძახის, თქვათ იქიდან რაც ნორმალურია გადაიყონ, ეს სხვა თემა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, სახარებაში წერია. პირველად ეძიებდეთ სასופელოსაც ათასა და სიმართლესა მისა და ყოველივე კეთილი მოგეგოს თქვენ. ძალიან წმინდა წერილი. წმინდა წერილის მოიმედე, წმინდა წერილის დამცველი ერი, ყველა განსასწრებლებს გაუძლებს და გადაიტანს მშვიდობიანად. და ისინი, ვისაც ამასოფლის იმედი აქვს და ამასოფლის დიდებულების იმედი აქვს, ხედავთ, ერთი წლის წინ რა დღეში იყვნენ და როგორი ჰონორით მოდიოდნენ და როგორ ფიქრობდნენ გარყვნას ამავე მეთოდებით წინა ხელისუფლება და დღეს რა დღეში არის ითამთავრებენ. ყველას ესე მოუვა, ვინც ეკლესიაზე და ტრადიციებზე აწევს ხელს. ეს არის გაფრთხილება უბრალოდ ეკლესიიდან. საქართველოს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ანუ ეს არის ქვეყანა, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უფალმა ჩააბარა მოსავლელად და საპატრონო. სახარებაში წერია, როდესაც უფალი ადამიანებს ტალანტებს ურიგებდა, ზოგს 2 მიცა, ზოგს 1 მიცა, ზოგს 5 მიცა, ვისაც 5 მიცა 10 მოთხოვა. ვისაც 2 მიცა 4 მოსთხოვა. ვისაც 1 მიცა 2 მოსთხოვა. უფალმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩააბარა საქართველო. და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და იესო ქრისტე არასოდეს არ მიეხმარებიან იმ ხელისუფალს, ვინც ეკლესიის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლას ამ ქვეყანაში. ზნეობრიობის და ტრადიციების და წმინდა წერილის სახარების წინააღმდეგ. არ მოხდება ეს. რამდენიც უნდა შეფასებები მისცენ ახლა ამ ჩემს სიტყვებს ლიბერალებმა და იჟივჟივონ და იფუთფუთონ რა ქვია ამ სიტყვებს არც ვიცი. ეს ესეა. ესენი ამას გაითვალისწინებენ თუ არ ეს ესე მოხდება. და თუ ჩემი არ ჯერათ, წაიკითხონ საქართველოს ისტორია, წაიკითხონ ბიბლიის ისტორია. რა ემართებოდა ისრაელს? ღვთის რჩეულ ერს. პავლე მოციქული იძახის, ისრაელიო ზეთისხილი იყო და ღმერთმაო ზეთისხილი გაახმო. და ჩვენო ზეთისხილზე დამტკნობილი რტოები ვართ, ანუ სხვა ხალხი, რომლებიც მოექცა ჭეშმარიტ ღმერთის თაყვანისცემას. თუ უფალმაო ზეთისხილი არ დაინდო, ჩვენ რას გვიზავს? აი ეს თქვენ თვითონ ვიფიქრეთ, ეხლა ჩვენ რას გვიზავს ღმერთი? თუ თავის რჩეული ერი არ დაინდო და სოდომი და გომორი დაატეხა თავს და უამრავი საჯელები და რისხვები. და არ ჩვენ დაკლებია საქართველოს ისტორიიდან ვისაუბრეთ ამაზე, ცოდვის შედეგად რა დღეში წვარდებოდით ხოლმე იგივე ლაშა გიორგის და დავით ულუს და შაჰაბაზის დროს და ასე შემდეგ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა მოგცეს სიბრძნე კეთილისა და ბოროტის გარჩევის, სწორად მოგცევის. რა თქმა უნდა, ეს ქმედება ძალიან გამაღიზიანებელია და ფიქრობ ამას უზავ, იმას უზავ, ცემთ, არ შეიძლება. არ შეიძლება. ვინც ეხლა ხელს აწევს, ეს ადამიანები იქნებიან ფაქტურად მოწინააღმდეგეები ეკლესიის ერის და ცუდად დამთავრდება ეს. ჩვენ უნდა მივიდო მშვიდობიანად, გამოთქვათ პროტესტს, ჩვენ ამას არ ვიღებ და ვერ მივიღებთ. ჩვენო ძვირფასო ევროპელობო. და თუ ამაზე ხელს არ აიღებთ, საერთოდ დაკარგავთ ამ ქვეყანას. და იმ სიყვარულს, რომელიც და იმ ილუზიებს და მირაჟებს, რომელიც კიდე ქართველებს აქვთ ევროპაში რა ესია და ისია. მე მოგიყვანეთ თქვენ ამერიკის კანონები და წაიკითხავთ, ნახავთ რეები წერი ამერიკის კანონებში. რამდენიმე შტატია, სადაც მამათმავლობა არის დაშვებული, იქ დიდი პრობლემებია და უმრავლეს შტატებში არის აკრძალული, ციხეში იჭერა. ყველა ქვეყანა მიცის, რომ ქვეყანა ზესახელმწიფო რო იყოს, აუცილებელია ზნეობრიობაზე იდგეს ეს ქვეყანა. ესე იყო კომუნისტური რუსეთი. განყოფილება ჰქონდათ პროსტიტუციის და ნარკომანიის. იჭერდნენ მეძავებს, ნარკომანებს
ანუ რუსეთს ქონდა პრეტენზია ზესახელწიფოებრიობაზე და თვითონ უნდა ყოფილიყო შინაგანად მტკიცე რომ და პოლიციის ძალით ამყარებდა ამ სიტყვას. დიდი თანამდებობის პირი საყვალეს გაიჩინდა თუ არა ეგრევე ხსნიდა თანამდებობიდან. ულაპარაკოთ რაიკომის დიმას და ქართლის დირექტორს და დღეს ჩვენ ხედავთ რომ პირიქით დიდი თანამდებობაზე 2 და 3 ცოლი ყავთ, ცოლებს უშობენ, სხვები მოყავთ, ერთმანეთს ცოლები მოყავთ. ამან დაღუპა ქვეყანა, დაღუპა უნდა ქვეყნის და მე ვფიქრობ რომ ეს კაის არაფერს არ მოიტანს. ამიტომაც და სხვათა შორის იგივე ხდება ამერიკაში. ამიტომ არის ამერიკაში რომ აკრძალულია უბრალოდ შტატში მამათმავლობა. ამერიკას ესახელწიფოა და მას პრეტენზია აქვს მართოს მთელი სოფლიო და მან იცის რომ თუ ოჯახები არ იქნა მყარი და ჯარი არის, ხა ჯარში მამათმავლები ისე გამკეთებლები არიან წარმოიდგინე. რა უნდა გააკეთოს მამათმავლა ჯარში? ხო და მან ძალიან კარგად იციან ეს ყველაფერი, ამიტომაც ცდილობენ რომ წესრიგი ქონდე თავის ქვეყანაში. თუ ის მათ ზესახელწიფოებრიობა უნდათ და სოფლიოს მართვა ჩვენ არაფერი ზესახელწიფოებრიობა არ ჩვენ ვინდა ჩვენი პატარა საყვარელი ქვეყანა დავი რაც დარჩა ის მაინც შევინარჩუნოთ. რომ ღმერთი ისე არ განვარისხოთ რომ რაც დარჩა ესეც აღარ დავკარგოთ. წადით ჩემო საყვარლებო ტაოკლარჯეში და იქიდან ჩამოსულები მიხვდებით რა დავკარგეთ და სადამდე შეიძლება მივიდეთ საქართველოს. რო ეძახიან რუსები ოკუპანტები არიან, თურქები არ არიან ოკუპანტები, დღეს არის თურქებისგან წამებული დიდუყვაჩი და იმაში თავები მოაჭრეს, მღვდლები დააყენეს, მღვდლები და პირდაპირ თავები მოაჭრეს ულაპარაკ. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი იყოს რომ ისე მოიქცეთ რომ ღმერთს სათნო ვეყოთ ჩვენი საქმეები. ისედაც გვეყოფა რაც ოდებს ჩავდივარ და ღმერთს გვეპატიოს კიდე ესენი არ დაგვემატოს ახლა. ღმერთმა დაგვეცოთ და ღმერთმა გაგვერთოთ.